ღაზაში მცხოვრებმა პალესტინელებმა ჰამასის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ვრცელდება ვიდეო კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ასობით პალესტინელი ჰამასის წასვლასა და ომის დასრულებას მოითხოვს. ონლაინ მომხმარებლები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები ღაზის სექტორის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა. ერთ-ერთია სამხრეთით მდებარე ქალაქი ხან იუნისი. დღეს ჩვენ აქ იმისთვის ვდგავართ, რომ ვთქვათ, კმარა ბავშვების დახოცვა, კმარა გენოციდი, რომელიც ხდება ღაზაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოვიდეს ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც ჯერ კიდევ ჩუმად არის. მათაც უნდა გააგებინონ მსოფლიოს თავიანთი აზრი, რომ ეწინააღმდეგებიან იმას, რასაც ტრამპი და ნეთანიაჰუ აკეთებენ ღაზაში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შესაძლოა ამ პროტესტმა ვერ დაასრულოს ისრაელის ოკუპაცია, თუმცა ჰამას დათმობაზე წასვლას მაინც აიძულებენ. უფლებადამცველი ჯგუფები ჰამას განსხვავებული აზრის ძალადობრივ ჩახშობაში, მათ მიერ კონტროლირება ტერიტორიებზე საპროტესტო აქციების აკრძალვაში, ასევე კრიტიკოსების ციხეში ჩასმასა და წამებაში ადანაშაულებენ. გვინდა მშვიდად ვიცხოვროთ, დავიღალეთ. ჩემი შვილი 15 წელი იმისთვის ვზარდე, რომ მომკვდარიყო, 10 წელი ვაშენე სახლი და რისთვის? ყველაფერი დაინგრა. ჩვენ გვინდა, რომ უბრალოდ ვიცხოვროთ, ღმერთი ვადიდოთ. ჰამასმა გაგვანადგურა და უბედურება მოგვიტანა. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში. მოულოდნელი თავდასხმების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.